მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს გვესწრეთ და სურსათის ბანკის პროექტთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, როგორც ვიცით, არის სიახლეები და თბილისში ფუნქციონირება დაიწყო სურსათის ბანკმა. როგორ ყვევით ამ სიახლის შესახებ, სად არის რა სამუშაოები არის უკვე ჩატარებული, ბენეფიციარებს როგორ შეუძლიათ რომ იმართონ და ყველაფერი გვითხარით რა სახის პროდუქტი განთავსდება, უბრალოდ არის განთავსებული და გვითხარით ყველაფერი როგორ ამბობთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დაინტერესდით კიდევ ერთხელ ამ თემით. ჩვენ თანამშრომლობთ თქვენს პრეს კლუბთან და რა თქმა უნდა მედიასთან აქტიურად ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მივესალმებით საზოგადოებას. მე დავიწყებ ცნობით, რომ დღეს გახლავთ სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების მსოფლიო დღე და ამ დღეს FAO-ს წევრი ქვეყნები ძალიან აქტიურად აღნიშნავენ და რა თქმა უნდა გამონაკლისი არც საქართველოა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ შევძელით გასული წლების ინტენსიური მუშაობის შედეგად შევძელით რომ ქვეყანაში გაჩნდა საკანონმდებლო საფუძველი იმისთვის, რომ ერთის მხრივ უზრუნველყოფილ იქნას ან ხელი შეეწყოს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და მოხდეს წარმოქმნის პრევენცია და მეორეს მხრივ ჭარბი სურსათი, უვნებელი სურსათი, რომელიც საკანონმდებლო სივრცის და ხელშემწყობი გარემოს არარსებობის გამო უბრალოდ ნადგურდებოდა, იყრებოდა ან არასათანადოდ მიდიოდა ბენეფიციარებამდე. დღის მოცემულობით უკვე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ იმ მექანიზმებით, რაც საქართველოში უკვე გაჩნდა სურსათის ბანკების მეშვეობით, ჭარბი უვნებელი სურსათი გადანაწილდეს ბენეფიციარებამდე. ვიდრემდე უშუალოდ კონკრეტულად ამ სურსათის ბანკებზე გადავიდოდე, ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ეს თემა და ზოგადად ეს ასე ვთქვათ პროცესი იყოფა ორ ნაწილად. პირველი ეს არის სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება და აქედან იწყება უკვე მთლიანად აი ეს პროცესი, რაც გულისხმობს რას, რომ მაქსიმალურად როგორც მომხმარებელთა, ისე მწარმოებელთა და საცალო ვაჭრობის და ჰორეკა სექტორის წარმომადგენელთა მიერ მაქსიმალურად იქნას მიღებული ისეთი ტიპის ზომები, რომ რაც შეიძლება ნაკლები სურსათი გადაიყაროს, რაც შეიძლება ნაკლები სურსათი იქცეს ნარჩენად. და შესაბამისად ეს დაკავშირებულია მომხმარებლების შემთხვევაში ქცევის წესებთან, შესყიდვის წესები და ზოგადად შესყიდვის დამოკიდებულება თქვათ პროდუქტის შესყიდვასთან. ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა და ზოგადად თქვათ ეს არა მხოლოდ საქართველოში ხდება, როდესაც ჭარბად ხდება სურსათის შესყიდვა, შემდეგ თქვათ არასათანადო პირობებში მათი შენახვა და საბოლოოდ გადაყრა. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით, რომ FAO-მ დაიწყო წლების წინ გარკვეული ქმედებები ამ თვალსაზრისით, როგორც ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, ასევე უშუალოდ კანონში გაჩნდა ისეთი ტიპის ჩანაწერები, რომელიც მაგალითისთვის რეგიონულ დონეზე მუნიციპალიტეტებს ავალდებულებს, რომ მათ განაახლონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები და ამ გეგმებში გაჩნდეს მაგალითად სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვის იერარქია, რაც გულისხმობს იმას, რომ ის სურსათი, რომელიც მოიხმარება ან ვაჭრობის ქსელშია ჩაშვებული, ეს მაქსიმალურად რაციონალურად უნდა მოხდეს, მაგალითად დახლებზე განთავსების წესი, სასაწყობე პირობებში განთავსების წესის მაქსიმალური დაცვით, რომ მომხმარებლამდე მივიდეს უვნებელი, მომხმარებელმა შესაბამისად საკუთარი ქცევით მაქსიმალურად უზრუნველყოს ის, რომ სურსათი არ გაიფლანგოს და არ გადაიყაროს. ეს ერთი ნაწილი და ეს არის ასე ვთქვათ უმთავრესი ამოსავალი წერტილი თლიანად აი ამ პროცესის. ხოლო მეორე ნაწილი, რაც დაკავშირებულია ჭარბი სურსათის გადანაწილებასთან, აღდგენასა და გადანაწილებასთან, ეს ჩვენ რა თქმა უნდა ამას არაფერი აქვს საერთო ნარჩენთან, გადაყრილ სურსათთან,
თქვათ ისეთ სურსათთან, რომელიც შეიძლება მაღალ რისკებს შეიცავდეს მომხმარებლისთვის. ეს არის ჩვენ საუბარი გვაქვს გადანაწილების შემთხვევაში ჭარ სურსათთან, რომელიც გროვდება საცალო ვაჭრობის ქსელებში, გროვდება თქვათ ჰორეკა სექტორში. ეს არის მაგალითად ვადის გასვლასთან ახლოს ყოფი ან მაგალითად ხილბოსნეულის შემთხვევაში, როდესაც ვეღარ ხდება თქვათ რეალიზება პროდუქციის, ის ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება მისი უკან გატანა და თქვათ ფერმერის ან მომწოდებლის მხრიდან ამოღება და შესაბამისად მაქსიმალურად თქვათ ფასდაკლების ან თქვათ ჩამოფასების და თქვათ სხვადასხვა აქციების მიუხედავად მაინც რჩება, ესე იგი დახლებზე და შემდეგ უკვე იღრება. ამის გარდა ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც მაგალითისთვის რა თქმა უნდა დაბალი რისკის პროდუქტებზე გვაქვს საუბარი, თქვათ არასათანადო შეფუთვით, ან თქვათ როდესაც დახლზე არ მოხდა მისი თქვათ მართვა კარგად, დარჩა დახლზე და შემდგომ ეს ვეღარ მოხდა ამოღება და დაექვემდებარა უკვე განადგურებას. აქედან გამომდინარე შეიქმნა და ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, რომელიც FAO-ს მიერ არის ინიცირებული, შეიქმნა მექანიზმი იმისთვის, რომ ერთის მხრივ ჩვენ რა თქმა უნდა მოვახდინოთ პრევენცია სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნის, მაგრამ მეორეს მხრივ ჭარბი სურსათი, როდესაც გროვდება, როდესაც ის უვნებელია და აბსოლუტურად ჩვეულებრივმა მნიშვნელობა არ აქვს, თქვათ ეს შეიძლება იყოს სოციალურად დაუცველი, შეჭირებული თუ სხვა კატეგორიის ადამიანი, ჩვეულებრივად შეიძლება იქნას მოხმარებული, ასეთი ტიპის პროდუქცია, თქვათ მაქსიმალურად არ დაძველდეს უკვე დახლზევე და ეს მივიდეს დახლიდან, თქვათ ამ შემთხვევაში ბენეფიციარებამდე, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ქაოტურად ვერ მოხდებოდა, ხო? ამისთვის აუცილებელი იყო, რომ გაჩენილიყო გარკვეული სისტემა, რომელიც ორგანიზებას გაუკეთებდა ჭარბი უნებელი სურსათის მაგალითად დახლებიდან მოხსნის, კატეგორიზაციის, დახარისხების, აღდგენის მათ შორის და შემდეგ უკვე ბენეფიციარებამდე გადანაწილების. ამისთვის საქართველოში რა თქმა უნდა ფაქტიურად არ არსებობდა თქვათ სივრცე, რომ თქვათ იგივე გადანაწილების შემთხვევაში, თქვათ დონაციის შემთხვევაში საგადასახადო კოდექსი ავალდებულებდა გამცემს, რომ გადაეხადა დამატებითი ღირებულების გადასახადი, მოგების გადასახადი და ასე შემდეგ. კანონმა ეს ბარიერები მოხსნა, შესაბამისად ჭარბი სურსათის გადანაწილება ახლა გათავისუფლებულია გადასახადისგან და ბუნებრივია მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ მათ შორის შევქმნით მექანიზმი, რომელიც არის სურსათის ბანკის სახელწოდებით მოტანილი საზოგადოებამდე. სურსათის ბანკი, რომ განვუმარტოთ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, ეს გახლავთ ფაქტიურად სასაწყობე სივრცე სურსათის, სადაც განთავსებულია დაბალი რისკის სურსათი, ეს ძირითადად გახლავთ შეფუთული, მშრალი, მყარი კატეგორიის სურსათი, შემუშავებული იქნა მთავრობის დადგენილება 2024 წელს, რომელმაც პირდაპირ განსაზღვრა სია დასახელებები იმ კატეგორიის პროდუქტების, რომელიც ექვემდებარება დონაციას. აქ რა თქმა უნდა გამოირიცხება მაგალითად მაღალი რისკის პროდუქტები, ისეთი როგორიც არის თქვათ ხორცს პროდუქტები ან რძის პროდუქტები, იქიდან გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა სასურსათო უსაფრთხოება არის პრიორიტეტი, მაგრამ სასურსათო უსაფრთხოება სურსათის უნებლობის გარეშე ბუნებრივია არაფერია. აქედან გამომდინარე, უნებლობის სტანდარტების დაცვა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, რა თქმა უნდა, სურსათთან მიმართებაში ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი აი ამ სისტემაში. ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი, მივიდა კანონი ბოლომდე, კანონქვემდებარე აქტები და შემდეგ უკვე როგორც მოგეხსენებათ, რა თქმა უნდა ეს ევროკავშირის მხარდაჭერით იყო ეს პროცესი და შემდეგ გაჩნდა საპილოტო პროექტი, რათა თქვა ჩვენ ეს დაგვენახა პრაქტიკაში, აღნიშნულ საპილოტო პროექტს ჩეხური ორგანიზაცია ადამიანის გაჭირვებაში ახორციელებს და დაიწყო უშუალოდ აი მთელი სისტემის აწყობა. აქ არ არის მხოლოდ თქვა ინფრასტრუქტურის და სასაწყობე სისტემის აშენებაზე. აქ არის საუბარი ცოდნაზე თუ როგორ უნდა მოხდეს სურსათის კატეგორიზაცია, დახარისხება, როგორ უნდა განთავსდეს თქვა ის სასაწყობე სივრცეში იმისთვის რომ თქვა იქ აღარ მოხდეს მაგალითად სურსათის დაზიანება ან თქვა არ დადგეს უნებლობის რისკები.
დაიწყო ეს პროცესი, ამასობაში ჩვენ რა თქმა უნდა აქტიური კომუნიკაცია ქონდა როგორც მედიის საშუალებით, ისე თქვათ ამის მიღმაც არსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან და გაჩნდა მეორე სურსათის ბანკი, რომელმაც წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. მე გეტყვით, რომ სურსათის ბანკის დაფუძნება, რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეულ წესებს, გარკვეულ რეგულაციებზე დაქვემდებარებას. ეს პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ იმისთვის, რომ თქვათ ორგანიზაციამ, ადამიანთა ჯგუფმა მიიღონ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი, მათ უნდა გაიარონ ავტორიზაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ბაზაში და შესაბამისად მიენიჭოთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია კი გულისხმობს ინფრასტრუქტურის სურსათის განთავსების სივრცის გარკვეულ სტანდარტებში მოყვანას. მაგალითად, HACCP სტანდარტი გვაქვს ერთ-ერთი მოთხოვნა და მოგახსენებთ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია ENKENIAM, რომელიც წლებია საქართველოში მოღვაწეობს როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია, მაგრამ ახლა მათ გაიარეს ავტორიზაცია და დარეგისტრირდნენ როგორც სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია. შესაბამისად, მათ აქვს სრული ავტორიზაცია იმისთვის, რომ მიიღონ სურსათი და ეს სურსათი გასცენ უკვე დონაციაში. ვიდრემდე ეს საპილოტო პროექტი, რომელიც თავში ვახსენე, უკვე სრულყოფილად ჩაეშვება, ბუნებრივია მათ უკვე დაიწყეს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ გამოცდილება ჰქონდათ, მათ უკვე დაიწყეს გარკვეული საპილოტო აქტივობები, მიღებულია მათი მხრიდან სურსათი და დაწყებულია ამ სურსათის გაცემა. სურსათი მიღებულია სხვადასხვა წყაროებიდან, მათ აქვთ არაჩვეულებრივი კამპანია, რომელიც გულისხმობს მაგალითად არა მხოლოდ თქვათ რიტეილ სექტორში ჭარბი სურსათის სექტორიდან ჭარბი სურსათის მოწოდება, არამედ მათ აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომელიც ფაქტურად ბრიტანული მოდელია და ძალიან კარგად გაქართულდა, მე ასე ვიტყოდი. მაგალითად, უახლოეს პერიოდში ერთ-ერთ საცალო ვაჭრობის ქსელში გაჩნდება სპეციალური ბოქსები, ყუთები, წარწერით სურსათის ბანკი, სადაც მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა თუ კი შეიძენს პირობითად ორ პროდუქტს და ექნება ინფორმაცია, ერთ პროდუქტს განათავსებს დახთან, ანუ სალაროსთან არსებულ ყუთში, რაც გულისხმობს იმას, რომ სურსათი უკვე დახლიდან მოხსნელი ვადიანი ჩვეულებრივად წავა სურსათის ბანკში და ის გადაუნაწილდება ბენეფიციარებს. პარალელურად მიმდინარეობს თავად საცალო ვაჭრობის ქსელების მხრიდან ავტორიზაციის პროცესი. ანუ ავტორიზაცია უნდა გაიაროს ორივე მხარემ, როგორც სურსათის გამცემმა, ასევე სურსათის მიმღებმა. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ორი უმსხვილესი საცალო ვაჭრობის ქსელი გადის ავტორიზაციას, შესაძლოა დღეს უკვე მათ მიღებულიც აქვს ავტორიზაცია, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებოდებით დღე-დღეზე, რომ ისინი დაიწყებდნენ უკვე სურსათის გამოშვებას და ფაქტურად გადატანას სურსათის ბანკში. შესაბამისად, ეს პროცესი დაძრულია, სურსათის ბანკი ENKENIA სრულფასოვნად ფუნქციონირებს თბილისში, ამ შემთხვევაში ისანში მათ აქვთ ეს არის ძალიან საინტერესო მაგალითი და პრეცედენტი, მე ასე ვიტყოდი. და გეტყვით რატომ. როდესაც ჩვენ ესე იგი დაიწყო ეს საპილოტო პროცესი და ჩვენ საუბრობდით მედიასთან, რომ აი თქვათ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს ეს ინიციატივა, საპილოტო ინიციატივა, მათ რა თქმა უნდა შეიტყვეს ამის შესახებ და აბსოლუტურად დამოუკიდებლად ყველანაირ თქვათ რაღაც დონორის გარეშე, მაგრამ აქ საინტერესო არის, რომ ამ პროცესში ჩაერთო ბიზნეს სექტორიც. მაგალითად შირაკი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელმაც გამოხატა მზაობა, რომ დახმარებოდა აი ამ საინიციატივო ჯგუფს და ამ საქველმოქმედო ორგანიზაციას. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად სახალხო ეროვნული ინიციატივა, ქართული ინიციატივა, როდესაც ბიზნესი ერთის მხრივ და საქველმოქმედო ორგანიზაცია გაერთიანდნენ, მათ ყველანაირი პროცედურა გაიარეს, მოაწყეს სასაწყობე სივრცე იმდაგვარად, რომ ესე იგი დაეკმაყოფილებინათ მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია HACCP სტანდარტთან
სტანდარტთან და ასე შემდეგ ავტორიზაციისთვის გაიარეს ეს პროცესი და დღეს ისინი უკვე აწარმოებენ ახდენენ სურსათის გადანაწილებას შეჭირებულ მოსახლეობაზე. პარალელურად ჩვენ ველოდებით უკვე თბილისსა და წყალტუბოში უკვე აი ამ საპილოტო პროექტის დღე-დღეზე ამუშავებას იქიდან გამომდინარე რომ ისინი კლასიკურად ელოდებიან აი ამ რიტეილ სექტორის მიერ უშუალოდ მიწოდებას ჭარბი სურსათის და ბუნებრივია ეს გარკვეულ დროს საჭიროებდა რომ ავტორიზაციის პროცესი გაევლოთ და ეს პროცესი ფაქტიურად უკვე დასასრულისკენ მიდის. რაც შეეხება ბენეფიციარებს კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო. იცით როგორ არის? რა თქმა უნდა საჭიროება ძალიან შესაძლოა ბევრ ადამიანს ჰქონდეს. ბუნებრივია ერთი ორგანიზაცია ვერ გაუმკლავდება თქვათ იმ მოთხოვნას რომელიც დღეს შეიძლება ბენეფიციარებში არსებობდეს. მათ ყავთ თავიანთი ანუ ბენეფიციარი რომელთაც წლების მანძილზე ეხმარებოდნენ თქვათ ვიდრემდე ამ სტატუსს მიიღებდნენ ხან თქვათ ტანის სამოსით სხვადასხვა საჭიროებებით და ბუნებრივია ჯერჯერობით ეს ლოკალიზებულია აი იმ ბენეფიციარებზე რომლებიც თქვათ შეიძლება ქონდონ რომელთაც აქვთ მაგალითად დევნილი სტატუსი არიან სოციალურად დაუცველი თქვათ მარტოხელა თქვათ მოხუცები და ასე შემდეგ. ანუ მათ საკმაოდ დიდი ასე თქვათ სია აქვთ ბენეფიციარების, რომელთა დაკმაყოფილებასაც ცდილობენ იმ რესურსებით, რა რესურსებიც აქვთ. მაგრამ მას შემდეგ რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას შემდეგ რაც უკვე რიტეილ სექტორი უფრო აქტიურად ჩაერთო, მას შემდეგ რაც აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოების ცნობიერება, რომ იგივე თქვათ ის აქცია, რომელსაც ენკენია განახორციელებს და გეგმავს, რომ განახორციელოს, რომ მაგალითად სპეციალური სურსათის ბანკის ყუთები დაიდგას სავაროებთან და ამით თქვათ შეიკრიბოს სურსათი, მე ვფიქრობ, რომ მასშტაბების გაზრდა აბსოლუტურად შესაძლებელი იქნება, მათ შორის იმის გათვალისწინებით თუ რა რაოდენობა ჭარბი სურსათი შესაძლოა მოგროვდეს რიტეილ სექტორში. აქ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარდა რიტეილ სექტორისა შემდეგ უკვე ჰორეკა სექტორის ჩაერთვება ამ პროცესში, რა თქმა უნდა, იმ ნორმების და რეგულაციების და მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია დაბალი რისკის კატეგორიის სურსათის დონაციასთან, შესაბამისად, ჩვენ როგორც ვიცით ბენეფიციარებს რომ დაუბრუნდეთ, ჩვენი ინფორმაციით წყალტუბოს შემთხვევაში გათვლილია დაახლოებით 1000 ბენეფიციარზე. თავარია რომ თქვათ აი სურსათის მარაგების მართვა მოხდეს იმდაგვარად რომ თქვათ შეიქმნას შესაბამისი რაოდენობის სურსათი და შემდეგ ეს გადანაწილდეს. თბილისში ბუნებრივია ამ შემთხვევაში მხოლოდ ენკენია და ეს ერთი ორგანიზაცია ვერ გაწვდება სრულად თქვათ იმ საჭიროებებს რაც ამ შემთხვევაში არის, მაგრამ ეს აქტივობა და ზოგადად ეს საქმიანობა მზარდია და მზარდი იქნება მათ შორის და დამოკიდებული იქნება საზოგადოების ცნობიერებაზე და თქვათ იმ ნებაზე, რომელიც შეიძლება საქონლო საქმიანობაში ჩართვას გულისხმობდეს თითოეული მოქალაქის და ამ შემთხვევაში გამოცხადდება ეს რომელ საცალო ვაჭრობის ქსელში იქნება და შესაბამისად ბუნებრივია ჩვენ ერთის მხრივ ეს რა თქმა უნდა კლასიკურად დონაციის პროცესი, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ველოდებით რომ ჭარბად დარჩენილი სურსათი რაც იქნება, ამას დაემატება ის ჭარბად დარჩენილი სურსათი, რომელიც ამ შემთხვევაში საცალო ვაჭრობის ქსელებიდან წამოვა უკვე სურსათის ბანკში. თქვენ ახსენეთ რომ წყალტუბოშიც მალევე უკვე გადაიხსნას, რომ ასევე როგორც ვიცი საუბარია სხვადასხვა რეგიონზეც. კონკრეტულად იცით, მოგახსენეთ, ანუ ეს საპილოტო პროგრამაში არ შედის, ბუნებრივია ჩვენ, როდესაც ჩვენ მქონდა კომუნიკაცია, მათ შორის ჩვენი მანდატით, FAO-ს მანდატით, მქონდა უკვე მუნიციპალურ ადმინისტრაციებთან რეგიონებში, ფოთის და ხაშურის შემთხვევაში, სადაც სწორედ განახლდა ეს გეგმები, რომელიც მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ. და იქიდან გამოითქვა მზაობა იმისი, რომ
მათ შორის ამ მუნიციპალიტეტებშიც ბუნებრივია ჭარბად გროვდება საცალო ვაჭრობის ქსელებში გარკვეული კატეგორიის პროდუქცია, ამ შემთხვევაში დაბალი რისკის პროდუქცია და შესაბამისად გამოხატულია მზაობა, რომ ამ მუნიციპალიტეტებშიც მოხდეს მოსინჯვა აი ამ პროცესის ინიცირების. ჯერჯერობით რა თქმა უნდა ეს არის მზაობის დონეზე, თქვათ რაიმე კონკრეტული თქვათ ინფრასტრუქტურის მომზადება ჯერჯერობით არ დაწყებულა, იმიტომ რომ ჯერ მაინც ეს ახალი ინიციატივაა, ჩვენ თავშივე ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ ამ ინიციატივის განხორციელებას ჭირდება გარკვეული ეტაპები და ძალიან ესეთი ფრთხილი ნაბიჯებით მივიწევთ წინ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ თქვათ სასაწყობე ინფრასტრუქტურის გამართვა და პროდუქციის მობილიზება და შემდეგ გადანაწილება. აქ არის მთელი რიგი ღონისძიებები ჩაშვებული, რაც გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას საზოგადოების, ადგილობრივი თქვათ ინტერესთა ჯგუფებთან ერთად მუშაობის, ბენეფიციარებთან მუშაობის და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ პირველი პრეცედენტები უკვე შექმნილია, სწორედ ამ ორი სურსათის ბანკის მეშვეობით, რომელთაგანაც ერთი უკვე სრულად ოპერირებს და ვფიქრობთ, რომ გამვრცობის საკმაოდ მაღალი ალბათობა და პოტენციალი არსებობს, რომ ეს სხვა რეგიონებშიც იქნას გავრცელებული. უკვე ფაქტურად შექმნილია ყველანაირი საბაზისო საფუძველი კანონის თვალსაზრისით, საკანონმდებლო სივრცე, გადასახადო კოდექსი, საცხოვრებლობის კოდექსი ეს შექმნილია. გარკვეული ტიპის ცნობიერება არსებობს უკვე ორგანიზაციებში, რომლებიც თქვათ საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდნენ და ბუნებრივია მათ შორის მომხმარებელთა ცნობიერებაშიც ეს გარკვეულწილად ნელ-ნელა ჯდება, რომ ჭარბის სურსათის გადანაწილება ეს ყველას გარკვეული წვლილი შეიძლება აღმოჩნდეს და ამ შემთხვევაში სხვადასხვა მექანიზმებით ეს შეიძლება თქვათ უკვე საცალო ვაჭრობის ქსელიდან გატანილი იქნება ეს თუ უშუალოდ ქსელში მომხმარებელთა მხრიდან შესყიდული დამატებითი სურსათის გაცემა სურსათის ბანკისთვის. ჩვენ ვიძახდით, სულ ვამბობდით, რომ აი შეუძლია თუ არა მომხმარებელს მიიღოს მონაწილეობა აი ფიზიკურმა პირმა, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ იმთავითვე ვამბობდით, რომ სახლიდან პირობითად მზა პროდუქტის წაღება სურსათის ბანკში დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, პირველ რიგში უნებლობის რისკებთან, იმიტომ რომ არ ვიცით ჩვენ იქ რა შენახვის რა პირობებში იყო, თქვათ განთავსებული ესა თუ ის პროდუქტი, მაგრამ მომხმარებელს აუცილებლად აბსოლუტურად თავისუფლად შეუძლია რომ თქვათ შესყიდვისას მათ შორის გაითვალისწინოს რაღაცა მცირედი, რა თქმა უნდა, წვლილი სურსათის ბანკისთვის. ეს არის აბსოლუტურად სხვა მექანიზმი, რომელიც თქვათ არ არის დაკავშირებული თქვათ არჩევნების მართვის ნაწილთან და თბილისში იცით ავტორიზაცია დაახლოებით ერთი თვეა რაც გაიარა ორგანიზაციამ ენკენიამ. თვითონ ენკენია მრავალი წელია ფუნქციონირებს და როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია მოღვაწეობს, მაგრამ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი ჯერჯერობით ახლახან მიიღო. ამიტომ საწყის ეტაპებზე ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე აქვთ ძალიან კარგი პრაქტიკა, გამოცდილება, მაგალითად სურსათის კატეგორიზაციის, როგორ ხდება მათი დახარისხება, როგორ ხდება მათი თქვათ განთავსება სპეციალურ განაწილების ჩანთებსა და ყუთებში და შესაბამისად მათ შორის ბენეფიციარებთან კომუნიკაციის ნაწილი. მათ აქვთ როგორც ადგილზე გაცემის, ესე იგი, მექანიზმი, რომ ადგილზე მიდის ბენეფიციარი და გასცემს, ამავე დროს საჭიროებებიდან გამომდინარე მათ ასევე მიაქვთ ადგილზე მათთვის, ვისაც ფიზიკურად გადაადგილების პრობლემა აქვს. კი ბატონო, ამ სტატუსით, დიახ.
იცით არის ერთი თვეა მოიპოვა ავტორიზაცია და უშუალოდ საქმიანობა სრული ერთი თვე შეიძლება არ იყოს დაახლოებით თქვა ხა ჩვენ წინა კვირაშიც მაგალითად გახლდით და პირდაპირ მომსწრე ვიყავით თქვა როგორ ახდენენ ისინი მობილიზებული სურსათის გადანაწილებას თქვა ეს დაახლოებით შეიძლება იყოს 2 კვირის ამბავი ძალიან ახალი ამბავია რა ანუ ფაქტიურად აი დღევანდელი დღისთვის გვინდოდა რომ შემოგვენახა და განგვეცხადებინა რომ აი ამ დღეს, როდესაც ჩვენ ერთად აღნიშნავთ სურსათის დანაკარგების და დანარჩენების დღეს, უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მე ვიტყოდი, პროცესი წინ გვაქვს, როდესაც უკვე უშუალოდ retail სექტორში ჭარბად დარჩენილი სურსათი გადანაწილდება სურსათის ბანკზე და ამ პროცესსაც ჩვენ ძალიან ეს ველოდებით, ვაკვირდებით, მათ შორის თბილისსა და წყალტუბოში ეს ყველაფერი როგორ იმართება, როგორ გადანაწილდება და უახლოეს პერიოდში ჩვენ ასევე FAO-ს ინიციატივით დავიწყებთ სტრატეგიულ დიალოგს დაინტერესებულ მხარეებთან, ანუ ჩვენ გვექნება დიდი ფორუმი სადაც შევკრებთ როგორც კერძ ბიზნეს სექტორს, სახელმწიფოს წარმომადგენლობას, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლობას, საქველმოქმედო ორგანიზაციებს და ვიმსჯელებთ უკვე დღეს არსებული, ასე ვთქვათ, ხელშემწყობი მექანიზმები რა გვაქვს და როგორ წავიდეთ წინ, ვთქვათ, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა სად უნდა მივიდეს იმ მოცემულობით, რომ ჩვენ ერთის მხრივ გქონდეს მინიმუმამდე დაყვანილი სურსათის დანაკარგებისა და დანარჩენების მაჩვენებლები და მეორე მხრივ ჭარბი სურსათი რაც გროვდება ის უუნებლად მივიდეს სურსათის ბანკამდე და შემდეგ უკვე გადანაწილდეს მომხმარებლამდე. ეს მსოფლიო პრაქტიკა, რომელიც წარმატებით მუშაობს, ჩვენ ჯერ კიდევ 2022 წელს გახლდით ბელგიასა და საფრანგეთში, სადაც შევისწავლეთ იქ არსებული მოდელები. რა თქმა უნდა, მოვახდინეთ აი მოდელების ლოკალიზება, გაქართულება, ასე ვიტყოდი და თავად საკანონმდებლო სივრცის თვალსაზრისითაც გეტყვით, რომ აღმოსავლეთ ევროპის და რეგიონში არსებულ ქვეყნებს შორისაც, მათ შორის საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში თანამდებობით შემიძლია გითხრათ, მათ შორის თქვათ თურქეთის ჩათვლითაც, თქვათ თუ ავიღებთ შავი ზღვის რეგიონს, სადაც ასეთი ტიპის საკანონმდებლო სივრცე არსებობს. სხვა შემთხვევებში, მაგალითად თქვათ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ცალკე კანონი არ აქვს, ანუ არსებობს თქვათ რაღაცა გარკვეული წამახალისებელი მექანიზმები არსებულ კანონმდებლობაში და ჩვენ ეს არაერთ საერთაშორისო პლატფორმაზე და ფორუმზე იქნა ხაზგასმული, რომ საქართველოს ამ თვალსაზრისით და პოლიტიკის შემქმნელებმა და ასე ვთქვათ, კანონმდებლებმა საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგეს, რომ ცალკე სივრცე, საკანონმდებლო სივრცე გაჩნდა ამ თვალსაზრისით. ძალიან დიდი